მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო კარგო ადამიანებო, აბა როგორ ხართ? მე სულ შემოვდივარ ხოლმე იმ ემოციით, რომ თქვენს ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მოგიტანოთ, მაგრამ ზოგჯერ მაძლევს ამის საშუალებას და ზოგჯერ არა. დღეს მინდა ასეთი ტიპის გაშლა გავაკეთო, ადამიანი მომავლიდან. და სანამ გაშლას დავიწყებ, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა თვითონ თქვენთაგანს ნდობისა და ერთგულებისთვის. მოდით გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, იყოს ეს სუფისტარო და იყოს ეს ველური რეფლექსების ტარო, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ეს ორივე დასტა. და ხო, ეს ცოტა ისეთია ხელში. სულ მე ძალიან პატივს ვცემ ამ დასტას, ვიქნები სუბიექტური და რაღაცა სულ ხელში რომ იკავია, ცოტა მოიცვითა კიდეც, მაგრამ არა უშავს თავის საქმეს ფანტასტიკურად აკეთებს. პირველი, მეორე ვარიანტი, არ ვიცი, სიმბოლოებით შემოვიტანოთ, იყოს თუ გინდათ აგერ სიმბოლოებით. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. ადამიანი მომავლიდან. ვინ შეიძლება იყოს, რა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს, სად შეიძლება ნახოთ და მოკლედ როდის შეიძლება გამოჩნდეს. ნახოთ აბა ადამიანი მომავლიდან. ვინ არის? ადამიანი, რომელიც ძალიან შემდგარია, აქვს საკუთარი ასე ვთქვათ, უკვე ნაცხოვრები, კარგად ნაცხოვრები მზითები. შესაძლოა პირადი რაიმე ბიზნესიც გააჩნდეს, ან ძალიან მაღალ პოზიციაზე მუშაობდეს რომელიმე სამსახურში. თუმცა მაინც მგონია, რომ რაღაც მიწათმოქმედებასთან, სამეურნეო საქმიანობასთან შესაძლოა გქონდეს ამ ადამიანს კომუნიკაცია. და დიდი ალბათობით ეს ადამიანი იყოს დაოჯახებული. ნახოთ ახლა ეს რა უნდა? ხო. ძალიან ისეთი ცეცხლოვანი, ძალიან იცით როგორი ადამიანი, რომ არ ენანება სხვისთვისაც არანაირი რესურსის გაზიარება, ეს იქნება მატერიალური თუ ეს იქნება ემოციური. კი ბატონო, იმპერატორია, საკმაოდ ისეთი სოციალური სტატუსის ადამიანი შესაძლოა იყოს, ცოტა გაუწონასწორებელიც. ნახეთ როგორი მომენტი, იცი, აი ხშირად რო ასდევს რაღაც ემოციებს, იმპულსებს, რაც როგორც წესი იმპერატორებს არ ახასიათებთ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება იმ პერიოდში, როცა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება, ზუსტად აი ამ ვიბრაციებში იმყოფებოდეს, რომ ხომ გვაქვს ყველას არა, ყველას გვაქვს ასაკი. ან პერიოდის აი იმისა, რომ რაღაცები ძალიან სხვანაირად ხდება ხოლმე ჩვენთვის შეუფერებლად, ხო? არ ვიცი, გნება ვჩუახნის ასაკი და სინდრომი დავარქვათ, რაც არ უნდა დავარქვათ. ესეთ ძლიერ მამაკაცებს და ქალბატონებსაც შეიძლება დაემართოთ, როგორებიც არიან იმპერატორები, ხო, მამის არკანი ძალიან სწორი და ძალიან მართალი ადამიანები, მაგრამ აი აბსოლუტურად სხვა ენერგიებით შემოვა, რომ არ დაუფიქრდება, მოკლედ ამისი თქმა მინდა, ბევრ გარემოებას ყურადღებას არ მიაქცევს. და რას მოიტანს ეს ადამიანი თქვენთვის? სიყვარულს, შიშს, ცეცხლთან თამაშს. ძალიან ფრთხილად იყავით, ძალიან კარგი ადამიანი მოდის, ძალიან უმაგრესი ადამიანი, რომელიც სასწაულ ემოციებს გაჩუქებთ, ფანტასტიკური დასაწყისი ექნება ამ ურთიერთობას, აი ესეთი რომ თავბრუს დაგახვევთ, არ ვიცი. საოცარ გრძნობებს და განცდებს გაჩუქებთ. ცეცხლოვან ენერგიებს, ყველა ნაწილში არ ვიცი, მეცხრეცაზე იგრძნობთ თავს, მაგრამ ეს წარსულს არ დათმობს. იცოდეთ და ბევრი პრობლემაც შეიძლება თქვენთვის წამოვიდეს, თორემ მისთვის არა. ბალანსი ცდება, რომ ეს დაიკაოს, იქაც როგორც ხდება ხოლმე და აქაც, იქ იყოს პენტაკლების დედოფალი და თქვენთან წყვილში იყოს კვერთხების მეფე, კვერთხების დედოფალი, მაგრამ თქვენ ძალიან ბევრ თავსატეხს გაგიჩენთ, მეგობრებო, იქნება სულ შიში, იქნება სულ ეჭვი, ვაიმე დამთავრდება, ვაიმე ახალი დაიწყება, გადაწყვეტილების ვერ მიღება. მოკლედ და არჩევა. ნუ კლასიკური სამკუთხედის წინაშე შეიძლება დადგეთ. ამიტომ თქვენ ხო
არა, საბოლოო ჯამში რა იქნება? საბოლოო ჯამში მეგობრებო, ეს ბოლომდე შეიძლება იქედანაც გამოუშვან და თქვენს კარგად იყავიო ხელი დაუქნიეთ და განდეგილში აღმოჩნდეს. მე არ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ცუდია, პირიქით, ძალიან კარგი ადამიანი მოდის, ძალიან მაგარი ამბებით შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს არ იქნება სტაბილური თქვენთვის. წასვლა დასასრული მაინც ისეთი იქნება, რომ თუ თქვენ მის პირობებს ვერ მიიღებთ და ვთქვათ, მეორე ადამიანად ყოფნას არ აირჩევთ, ეს ადამიანი და მე გასკდება კიდეც აქ რაღაცა ეს ენერგიები წამოვიდა და შეიძლება საერთოდ მარტო დარჩეს. ანუ არც თქვენთვის იყოს ეს პოზიცია მომგებიანი და არც მისთვის, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ ეს ვინც მოდის. უნდა მიიღოთ თუ არ უნდა მიიღოთ, მაგრამ აქ ისეთი ენერგიებია, რომ დიდი ეჭვი მაქვს თქვენ ამ ყველაფერს თავი აარიდოთ. თუმცა ნუ არჩევანი რა თქმა უნდა ისე ვიმეორებ თქვენზეა, თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს არჩევანს. ვნახოთ მეორე აბა ვინ მოდის თქვენს ცხოვრებაში. ძალიან ტრაგიკული ცხოვრება გამოვლილი, ძალიან ისეთი შესაძლოა აი არც სახლი კონდეს, არც კარი კონდეს, უამრავი პრობლემით დახუნძლული, ძალიან მძიმე ფსიქოემოციური ფონის მატარებელი ადამიანი იყოს. ოღონდ ძალიან მზრუნველი, ამ ყველაფრის მიუხედავად ისევ რო აქვს შერჩენილი ემოციების სიყვარულის თავი, შინაგანაც ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან ისეთი რთული პერიოდიდან მოვა. აი წეღან გამკრაგულში და არ ვთქვი, იმიტომ რომ მხოლოდ ხუთიანი პენტაკლებით ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ მგონია რომ აქ რაღაცა დიდი ვალების თემა, შესაძლოა ნივთიერებებთან დამოკიდებულიც იყოს და რაღაცა შეიძლება თამაში, რაღაცა მიჯაჭვულობები და ადიქციები ახასიათებდეს ამ ადამიანს. ოღონდ ძალიან როგორც წესი რა ეგეთ ადამიანებს ძალიან ემოციურები არიან, ძალიან ისეთი მჭერმეტყველები, ძალიან ისე გაგრძნობინებენ თავს, მაგრამ რეალურად მათ უკან აბსოლუტური ფუღურო და სიცარიელია. რას მოგიტანთ ეს ადამიანი? ახლა მომისმინეთ კარგად. ეს ადამიანი არ იქნება რიგითი სოციალურის ფენიდან. ეს ადამიანი იქნება საკმაოდ ისეთი ოჯახიდან. უბრალოდ თვითონ არის ესეთ მდგომარეობაში, თორემ მას ოჯახი უკან ძალიან საკმაოდ ისეთი ედგება. არ გამოვრიცხავ რომ საკმაოდ ისეთი ცნობადი სახეებიც ყავდეს გარშემო. ამ ადამიანის მოსვლით თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. თქვენ წარსულში შესაძლოა რაღაც დაუმუშავებელი ტრავმა დაგრჩათ, რაღაც დაუმუშავებელი ურთიერთობა დაგრჩათ ამ ტიპის ადამიანთან და დღეს სხვა სახით და სხვა ადამიანით გიგზავნით სამყარო, რომ აქ როგორ დაასრულებთ ამ ყველაფერს და როგორ დაამუშავებთ. აქ ძალიან ისეთი რთული გზები გექნებათ, ხშირი იქნება ვთქვათ ურთიერთობის გაწყვეტა, ისევ ხელახლა გაბმა, მაგრამ ემოციებით იქნება დახუნძლული ეს ყველაფერი. აქ ფინანსური სტაბილურობაც მოდის. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ აბსოლუტურად გაბომჟებულია, იქ ხო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მისი მდგომარეობაა, თორე მას უკან ძალიან სხვა ტიპის ოჯახი უდგას, სხვა ბექგრაუნდი აქვს. შესაბამისად ნახეთ, წარმატებას მოგიტანთ ეს ადამიანი. და ნახეთ დააკვირდით, თქვენ თუ სწორად მიუდგებით ამ ადამიანს ამ ჭაობიდან ამოათრევთ, ძალიან არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მე არ მჯერა ხოლმე ზოგადად ეგეთი ადამიანების ჭაობიდან ამოთრევის, იქით ჩაგითრევენ და იქით დაგსვრიან, მაგრამ აქ რატომღაც ეს ინფორმაცია მომდის, რომ აი იმ გაუბედურებული მდგომარეობიდან ამ ადამიანს თქვენ იმპერატორად აქცევთ. ნუ მამაკაცები თუ მიყურებთ პირდაპირ გადათამაშეთ, ხო?
ანუ იმ ძველ გამოცდილებას რაღაცნაირად მოკლედ ხიდად გადაადებს ეს ადამიანი ამ ყველაფერს და აი ბედის წერით და იეროფანტის არკანი და კიდე ბალანსის არკანი. მეგობრებო, საკმაოდ რთულ кейსს გაძლევთ სამყარო მომავალში ამ ადამიანის სახით. თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ რას ლაპარაკობ, ამასთან საერთოდ რა მინდა, ვინ არის და შიშიც გქონდეთ ერთგვარი ამ ადამიანის, მაგრამ ამ ადამიანის სახით თქვენ ერთ რაღაც ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, წარსულის კარმას დაამუშავებთ და ამ კარმის დამუშავების წილად სამყარო ზუსტად მოგცემთ იმას, რასაც მოგცემთ. აბსოლუტურ სტაბილურობას ფინანსურად, საკმაოდ მყარ საძირკველს და პლუს ამას დიდი ალბათობით ოჯახსაც ამ ადამიანთან. აბსოლუტურად სახეცვლილი კონტექსტით. და თქვენ ამ ხელაშრომას აუცილებლად აგიფასებთ ის თანადგომის ქსელი, რომელიც მას ყავს თავისი არ ვიცი ოჯახის თუ სანათისაოს ფონით. მე აქ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი სურათი იხატება. არ იქნება მარტივი, მაგრამ ამ ადამიანს აქვს ეს პოტენციალი. შესაძლოა მამაკაცები თუ მიყურებთ ანალოგიურად, მსგავსი ტიპის გოგონა, არ ვიცი, უამრავ პრობლემაში შეიძლება იყოს ჭედილი, ხო? დღეს ახლა დიდად სქესს აღარ აქვს მნიშვნელობა არც თამაშთან და არც ნივთიერებებთან და არც სხვადასხვა ტიპის პრობლემებთან დაკავშირებით. ისე რომ ხო, მე ცოტა მინერალურად ასე გელაპარაკებით, იმიტომ რომ ეს გზა არ არის მარტივი, მაგრამ ვისაც გიღირთ რომ ყველაფერს ხელი მოკიდოთ, იცოდეთ რომ საბოლოოდ ეს ისე დასრულდება, როგორც აგერ გაიშალა კომბინაცია. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.